წლის ცივი სეზონი, ზამთარი და რა თქმა უნდა მისთვის დამახასიათებელი სეზონური ინფექციები, ხშირი ავადობა და ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით კი რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთია ის რეალობა, რომელშიც ამჯერად ვიმყოფებით და რომელთან გამკლავებაც მხოლოდ კვალიფიციური, გამოცდილი ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ამჯერად ჩვენი საუბრის თემა წლევანდელი წლისთვის ესოდენ ტიპიური და გახშირებული შუა ყურის ანთება, ოტიტი იქნება. ჩვენ და გასაოცრად წელს ვირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება პირდაპირ ყურის ტკივილი, იწყება პირდაპირ ყურის ტკივილით, არ უძღვის წინ სხვა სიმპტომები, როგორც არის ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურული რეაქცია, შემცივნება და ასე შემდეგ, რაც ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე ვირუსულ ინფექციას. ყველაზე ხშირად ბავშვების და მოზრდილებიც მიუხედავად ასაკისა, სწორედ მოდიან ყურის ტკივილის ჩივილით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკისთვისაა დამახასიათებელი, რაც სრულიად კონკრეტულ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებთანაა დაკავშირებული. ევსტახის მილის მდებარეობა არის უფრო მეტად ჰორიზონტალური ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში უფრო დახრილია და ცხვირიდან უჭირს ასვლა ინფექციას, ხოლო ბავშვებში ეს არის განივად, ჰორიზონტალურად განლაგებული და ასევე არის უფრო განიერი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი იმისა, რომ ცხვირიდან ინფექცია ძალიან ადვილად გადადის შუაყურზე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დაფისაბკი ბავშვებში გაცილებით უფრო სქელია და უჭირს გამოსვლა ჩირკს და სითხეს, რაც დიდებში უფრო მარტივად ხდება ხოლმე ხედქავს დაფისაბკს სითხე და ადვილად გადმოდის. ბავშვებში იწვევს ძლიერ ტკივილს. და რადგან ტკივილი ვახსენეთ, მოკლედ შუაყურის ანთების შესაძლო სიმპტომებზეც შევჩერდეთ. ესენია ცხელება, სმისა და ჭამის გაძნელება, ძილის დარღვევა, აგრეთვე ტკივილის გაძლიერება ღეჭვის, წოვის ან წოლის დროს. ჩვეულებრივ შუაყურის მწვავი ანთება იწყება ყურის ტკივილით. ოტალგია ქვია, რომელიც ვითარდება შუაყურში უარყოფითი წნევის შექმნის გამო, ანუ ყველაზე ხშირად ცხვირის გაჭედვის დროს. ნებისმიერი მიზეზით ეს იქნება სურდო, იქნება პოლიპოზი, ადენოიდიტი ბავშვებში, ცხვირის წგიდის გამრუდება თუ ასე შემდეგ, იწვევს ყურის შუაყურის პრობლემებს. ზოგჯერ ქრონიკულს, თუ დროულად არ იქნა მოცილებული მიზეზი, რა თქმა უნდა ქრონიკულში გადავა, მაგრამ შუაყურის მწვავი ანთება როგორც წესი ახასიათებს უფრო მეტად ვირუსულ ანთებას ან ნებისმიერი გზით გამოწვეულ რინიტს. რაც შეეხება ოტიტის დიაგნოსტირების გზებს. ყველაზე მარტივი მეთოდი ეს არის ოტოსკოპია, რომელიც ნებისმიერ პირობებში შეგვიძლია ჩავატაროთ, ეს იქნება ამბულატორიული პირობები, სტაციონალური პირობები, რომელიც უფრო გადიდებულად და უფრო კარგად გვიჩვენებს ყურის მდგომარეობას, რომ არ გამოგვეპაროს დაფისაბკის მდგომარეობა, ეს იქნება პერფორაცია, ჰიპერემია, ვირუსს როგორც წესი ახასიათებს ხოლმე ბუშტუკოვანი წარმონაქმნები დაფისაბკზე, რომელიც შემდგომ უკვე სკდება და იწყებს სითხე გადმოსვლას ყურიდან. ხშირად ამ სითხეს აქვს ჰემორაგიული სახე, ანუ სისხლისფერი, ვარდისფერი ერევა, რაც მიზეზია სწორედ დაფისაბკის დაზიანებისა და შემდგომ უკვე გადადის ხან გამჭვირვალე გამონადენში, ექსუდატში, ხან ჩირქოვან გამონადენში. მოგეხსენებათ, სწორად დასმული დიაგნოზი უკვე საქმის ნახევარია. დიაგნოსტირებული ოტიტი კი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყების საფუძველი. მკურნალობისა, რომელიც ასეთი დიაგნოზის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს თავის თავზე არა სპეციალისტმა. ექიმი განსაზღვრავს უკვე რამდენად საჭიროა ზოგადი ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვა, ადგილობრივი ანტიბიოტიკის გამოყენება თუ სხვადასხვა მედიკამენტების დამატება მკურნალობის დროს. რაც შეეხება პირველად დახმარებას, მის ჩასატარებლად სადღეისოდ მედიკამენტების არსენალი საკმაოდ ვრცელია და მრავალფეროვანი. მთავარია ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე უსაფრთხოს, ეფექტურისა და ხარისხიანის არჩევა შეძლოთ. ყურის ტკივილის დროს მშობელს რასაკვირველია შეუძლია პირველადი დახმარება გაუწიოს პაციენტს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლია გამოიყენოს ის ტკივილგამაყუჩებელი წვეთები, რომლებსაც ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასეთი წვეთები ჩვენს საფთიაქო ბაზარში უკვე წლებია ვიყენებთ ოტიპაქს ფართოდ და სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს პირველადად ბავშვის ტკივილს მოუხსნის, ხოლო შემდგომ უკვე გართულების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია წაიყვანოს ექიმთან და დაზუსტდეს მისი დიაგნოზი. ოტიპაქსის გამოყენება შეგვიძლია რასაკვირველია
ტკივილის დროს, რადგან ტკივილი როგორც წესი თან ახლავს შუაყურის მწვავე ანთებას პერფორაციამდელ ფაზაში, ანუ დაფისაბკის დაზიანებამდე. დაფისაბკის დაზიანებამდე წვეთების გამოყენება არ აქვს შეზღუდული. შეგვიძლია გამოვიყენოთ ანესთეტიკის შემცველიც და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიც. და აი სწორედ საუბრობდით ოდიპაქსზე, რომელიც არის ფრანგული ხარისხის, რომელიც აღნიშნეთ, რომ წლებია ჩვენს ბაზარზეა და ფართოდ გამოიყენება, რადგან მისი ეფექტი ძალიან შესანიშნავია, სწრაფი ეფექტი აქვს შეღავათი ბავშვს ტკივილის დროს და სწორედ უმსუბუქებს იმ მდგომარეობას, რაც გვჭირდება, რომ დავეხმაროთ პირველად ეტაპზე. სიუჟეტის დასასრულს მოკლედ შევეხებით ანტიბიოტიკოთერაპიის გვერდით მოვლენებსაც, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ხშირი დიარეა გახლავთ. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყურის ანთება არის უმეტესად ვირუსული წარმოშობის. ვირუსული წარმოშობის ყურის ანთებას კი არ ჭირდება ანტიბიოტიკის გამოყენება, შეიძლება უფრო დაასუსტოს ბავშვის იმუნიტეტი და გამოიწვიოს ის გვერდითი ეფექტები, რაც ჩვეულებრივ ანტიბიოტიკოთერაპიას ახასიათებს. ყველაზე ხშირი ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების დროს ეს არის კუჭნაწლავის მხრივ დისბაქტერიოზი და დიარეა, რომელიც ახლავს ხოლმე ანტიბიოტიკს თავისთავად და არ არის დამოკიდებული ანტიბიოტიკის ჯგუფებზე. თუ ჩავთეთ ანტიბიოტიკი, ექიმი უკვე განსაზღვრავს იმას, რომელი პრეპარატი შეურჩიოს პრობიოტიკის სახით. პრობიოტიკი აუცილებელია ხოლმე ანტიბიოტიკთან პარალელურად დანიშნა. ჩვენს ბაზარზე არის სახარომიცეს ბულარდი, რომელიც ენტეროლის სახელწოდებითაა შემოსული და ძალიან ფართოდ გამოიყენება, ეფექტურია და სასურველია მისი დანიშნა, აუცილებელია მისი დანიშნა ანტიბიოტიკის დაწყების დღიდან, ანტიბიოტიკის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში. ეს ყველაფერი, რაც საკვირველია, ექიმის დანიშნულების ქვეშ უნდა მოხდეს, რომ შეერჩეს პაციენტს, არა აქვს მნიშვნელობა ბავშვი იქნება თუ მოზარდი, დოზაც და სახეობაც იმ ანტიბიოტიკისა და პრობიოტიკის, რომელიც აუცილებელია ვირუსული ინფექციის დროს ყურის ანთების თუ სხვადასხვა გართულებების შემთხვევაში. და ბოლოს, ჩვენი ზღაგვჩება გისურვოთ, ექიმი და წამალი არასოდეს დაგჭირვებოდეთ. ხოლო თუ შუაყურის ანთების გამო მათი დახმარება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა, გახსოვდეთ. ოდიპაქსის სწორედ ის არჩევანია, რომელიც ნამდვილი ევროპული ხარისხისა და ეფექტურობის კუთხით საუკეთესო იქნება.